მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მივესალმოთ ჩემ Facebook მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ვიდეო დიალოგში, უკვე მე-6-ად ხვდებით ამ ფორმატში ერთმანეთს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ თქვენ ძალიან აქტიურად მონაწილეობთ ამ ფორმატში, ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და მინდა აგარწმუნოთ, რომ მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას, რადგან პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა მოვისმინო თქვენი შეფასებები, თქვენი კრიტიკა, თქვენი გამხნევება, თანადგომა, ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გადავიდეთ კითხვებზე. პირველი არის გიორგი გეგელიძე, თუ შეიძლება დაგვიზუსტოთ და გაგვიმართოთ, რას ნიშნავს გლობალური ახალგაზრდა ლიდერი და დავოსი და აქვე Anxunamon Fest მილოცავს ამ ფორუმში მონაწილეობას და ახალგაზრდა ლიდერად დასახელებას. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ მოლოცვისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა არა მარტო ჩემი პირადი, არამედ საქართველოს წარმატებაა, რომ მისი წარმომადგენელი ამ მნიშვნელოვან ფორუმზე დასახელებული იქნა და მიწვეული ხანგრძლივ თანამშრომლობაზე. მეორეს მხრივ, გლობალ ლიდერად დასახელება ნიშნავს იმ დიდი პასუხისმგებლობის სრულად აღებას, რის გამოც მომანიჭეს პრიორიტეტი. მაქსიმალურად მოვახმაროთ ჩემი პოტენციალი და ძალისხმევა არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავ გლობალურ, საჭიროებათა და მნიშვნელოვან თემას. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამ ფორუმის ფორმატში ინიციატივა 40 წლამდე თავის საქმეში წარმატებული, აქტიური და პერსპექტიული ლიდერები შეირჩნენ და 6 წლის მანძილზე ხდება რეგულარული შეხვედრების სწავლება, სემინარები, კონფერენციები და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობები. ნომინანტი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი ან ბიზნესმენი. მოკლედ, რაღაცაში გამოსადეგი თავისი ქვეყნისთვის და ჩემთვის დიდი პატივია ამ ნომინაციის მიღება. მე მინდა გითხრათ, რომ ისედაც მთელი ჩემი არსით ცხოვრებით ვცდილობ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო და ამაში თუ ასეთი სოლიდური ორგანიზაცია დამეხმარება, ხელშემიწყობს, მით უფრო ეფექტური გავხდები. მადლობის მეტი რამეთქმის და ვეცდები გავამართლოთ ჩემი ქვეყნის მოსახლეობის და საქართველოს პარტნიორების სურვილები და იმედები. მამუკა ჭავჭანიძე, ბატონო კახი, როდის დასრულდება ნაციონალებთან და მათ მიერ მართულ არასამთავრობო თუ მედია საშუალებებთან ენის მოშლიქით საუბარი. მერწმუნებთ და გარწმუნებთ, რომ ესაა მიზეზი, ხალხს რომ უქმნის მთავრობისადმი ნიჰილისტურ განწყობას. თორე საქმე ახლა რომ უკეთდება იმდენი, რაც საქართველოს არსებობს, ერთად არ გაკეთებულა და როგორ ფიქრობ, პოლიტიკური სტრატეგია ხომ არ არის გადასახედი? მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ არის ენის მოშლიქით საუბარი, ეს არის სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება კანონის და სახელმწიფოს თითოეული მოქალაქისადმი. ძალიან სამწუხაროა, რომ უსამართლობის, უკანონობის გამო წლობით აგროვები აგრესია, რევანშის მოთხოვნილება განაპირობებს ჩვენს მოლოდინებს კანონის მიმართ. ჩვენ უნდა გავდგეთ კანონის სადარაჯოზე, ვინაიდან უკანონობა, ემოციებით და განწყობებით ქვეყნის მართვა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დიფერენცირება დაგვამსგავსებთ ისევ ნაციონალების რეჟიმს, ისევ დავბრუნდებით წარსულში და ისეთი არანორმალური სახელმწიფო წყობა გვექნება, როგორცაც ვებრძოლეთ და დავამარცხეთ. თქვენს მიმართ მოითხოვეთ სამართლიანობა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე სახის დანაშაული მიუძღვით, შესაბამისი სამსახურების, შესაბამისი კანონმდებლობით აუცილებლად მოთხოვენ პასუხს და გარწმუნებთ იმაში, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ხალხის წინაშე, კანონის წინაშე, აუცილებლად ისინი ის ადამიანები აგებენ პასუხს. მიხეილ გვასალია, რას ფიქრობთ, კახაცხადაძე გამოუვა რამე ნაკრებში? რაც შეეხება კახაცხადაძეს, ის არის ახალი მწვრთნელი არის ეროვნულ ნაკრებში, საკმაოდ კარგი წარსული ჰქონდა, სპორტული კარიერას გულისხმობ მე როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელიც მე ვფიქრობ, მას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა ღირსეულად უხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. პირველი შეხვედრა ჩვენ ვიხილეთ მალტასთან ამხანაგური თამაში, რომელიც 2-0 მოიგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და მე დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი უფრო კარგ, უფრო საინტერესო და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ, რადგან ნამდვილად შესწევს მას იმის ძალა და პოტენციალი, რომ კარგი ფეხბურთი ათამაშოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. რეზი ჭანტურია, ბატონო კახა, თქვენთვის პაულო მალდინი უფრო საიმედო პარტნიორი იყო თუ ალესანდრო ნესტა?
თქვენ ახლა ისეთი ფეხბურთელები დამისახელეთ, რომელსაც შემიძლია თქვა, რომ სოფლიო ვარსკვლავები იყვნენ წლების განმავლობაში და სოფლიო ფეხბურთის ლეგენდებიც კი. ორივესთან რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად შეთამაშებული ვიყავი, ჩვენ 10 წლის განმავლობაში ერთად ვიცავდით მილანის ღირსებას, ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს ერთად მოპოვებული, თუ რაიმეს მოგება იყო შესაძლებელი საკლუბო დონეზე ფაქტურად ყველაფერი მოვიგეთ. მე ვიტყოდი, რომ ორივესთან ძალიან გამიჭირდება, ორივე რაღაც გამოყოფა გავაკეთო ან ერთის ან მეორის, ორივე იყო ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელები იტალიის ისტორიაში. ქართული სიღნაღი, ბატონო კახა, თუ გაქვთ დაგეგმილი სიღნაღის რაიონში ჩამობრძანება და რაიონის აქტივთან შეხვედრა, მარტო ბიუროსთან კი არა აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენ უახლოეს მომავალში ვიწყებთ გასვლით შეხვედრებს, სადაც იქნება კონფერენციები, სადაც იქნება არჩეული პარტიის თავმჯდომარეები, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება პარტიის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს განსახორციელებელი და რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა ამ ყველაფერში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და უახლოეს მომავალში აუცილებლად შევხვდებით. რეზი გუნთიაშვილი, რონალდო თუ მესი? ძალიან გამიჭირდება ამ კითხვას გავცე პასუხი, იმიტომ რომ ორივე არის ნამდვილად მსოფლიო ვარსკვლავი, მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ორივე ძალიან წარმატებულია თავის კლუბებში, ორივე არის ლიდერი, როგორც საკლუბო დონეზე, ასევე ნაკრებშიც და მე ვფიქრობ, ეს უკვე უფრო გემოვნების თემაა, თუ რომელ გულშემატკივარს როგორი სტილი მოწონს ფეხბურთელის, აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ორივე დღეს მსოფლიოში უძლიერესები არის. სოფო ქათამაძე, ბატონო კახა, რა მეთოდები და საშუალებებით გეგმავთ ენერგეტიკის სფეროში არსებული ეგრეთ წოდებული პრობლემების შესახებ ხალხში არასწორი შეხედულებების აღმოფხვას. ჩვენ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. კარგი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჯერ პოლიტიკაში იქნა გამოყენებული, შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც სრულად გაპარტახდა, ბოლოს კი დახურული, სრულად იზოლირებული იყო საზოგადოებისგან და მედიისგან. ძალიან კარგი და საჭიროა ინვესტიციები ენერგოდამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ და მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენ მოვაწესრიგოთ არსებული ენერგოსისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები, ეს არის ასევე ქვესადგურების მშენებლობა, რეაბილიტაცია. თუმცა მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების დროს გარკვეული წინსვლა იყო ამ მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ამ მიმართულებით, ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ქსელის და ინფრასტრუქტურაზე მოგახსენეთ, რომ წარმოუდგენელია ჩვენ განახორციელოთ ეს პროექტი, თუ ქსელი არ გვექნება მოწესრიგებული და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, სამუშაოები მიმდინარეობს. ენერგეტიკა ხომ ჩვენი კეთილდღეობის ქვაკუთხედია და მისი არა მარტო მომხმარებლები, არამედ დამფასებლებიც უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს. ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით წინწასულები და ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებულები. შემდეგი კითხვა ხატია ნადირაძე, თქვენ როგორც პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რას ეტყოდით პარტიის აქტივს, რა გაქვთ გულწრფელად სათქმელი და ამდენი ხანი რა ვერ შეძელით? მე ქართული ოცნებას განვიხილავდი შექმნის დღიდან როგორც ხალხის ინტერესების გამტარებელ პარტიას. პარტიას, რომელიც შეიქმნა უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ყოველთვის ყოფილიყო მოსახლეობის მოთხოვნებზე, მიზნებზე და ოცნებებზე ორიენტირებული. გულწრფელად ვთვლით დღემდე, რომ ჩვენ ყველანი ვართ ქართული ოცნების ჯარისკაცები. იმის მიუხედავად, ვინ სად ვიმყოფებით ამჟამად. პირადად მე ბევრი რამ მაქვს სათქმელი და ყოველთვის ინდივიდუალურად, რასაც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ვცდილობ და ყოველთვის ვიქნები დიალოგში თქვენთან. დავდივარ რეგიონებში, ხალხთან კომუნიკაცია მაქვს. ამჟამად იგეგმება უკვე რეგიონალური გასვლები, როგორც პარტიის გენერალური მდივნის, როგორც კოალიციის წევრის და უბრალო
პოლიტიკოსის რანგში. ამ ურთიერთობების ფორმატში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ოცნების ჯარისკაცებს ვეხება და პირველ რიგში ვეცდებით ერთობლივი ძალებით ყველა პრობლემის მოგვარებას. ეს პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში. ჩვენ ვგეგმავთ ყველგან, ყველა რაიონში, ქალაქში კონფერენციების ჩატარებას, პარტიის თავმჯდომარეების არჩევას, ასევე ამ პროცესში იქნება ჩართული პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ერთობლივად ჩვენ გვექნება საშუალება ყველასთან ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ და ერთად ვეცადოთ ამ პრობლემების გადაჭრას და მოგვარებას. შემდეგი კითხვა ნატალია გოგიშვილი და გიორგი ცირეკიძე ეს არის ფაქტიურად ერთი და იგივე კითხვა იყო ოცნებასთან დაკავშირებით, პარტიასთან, ოცნების ერთგულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვერც კი წარმოიდგენთ მე პირადად როგორ განვიცდი ამ დროში და ამ თვენაში გაწელილ დაფასებას. მიმაჩნია, რომ პარტიის რებრენდინგი, განახლება, ახალი სტრუქტურა და რეგიონები მაქსიმალურად აქტიურობა ამ უდიდეს პრობლემას და ხარვეს უმოკლეს დროში გამოასწორებინეს თითოეულ ჩვენგანს. ეს მე პირადად მუდამ მახსოვს, პარტია ქართული ოცნება თქვენი ხალხის პარტიაა და შეიქმნა იმიტომ, რომ გჭირდებოდათ. ასე რომ ეხლა მთლიანად თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება განახლება. დარწმუნებული ვარ, არავინ გულდაწყვეტილად ან მიტოვებულად არ იგრძნობს თავს. პარტიასთან დაკავშირებით ზოგადად ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ჩვენს მოსახლეობას რაიონებში, რეგიონებში, ქალაქებში, რომ აპრილის თვიდან ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები, გასვლები და შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ და ვეცადოთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას. მაქს გეგეჭკორი მარტივი იყო პროფესიონალური ფეხბურთის ცხოვრების სტილიდან პოლიტიკოსის ცხოვრების სტილზე გადასვლა. მარტივი საფეხბურთო გუნდიდან გუნდში გადასვლაც კი არ არის ალბათ დამეთანხმებით ამაში, თუმცა როცა პოლიტიკაში მოვედი, აღმოვაჩინე, რომ ბევრისთვის პოლიტიკურ გუნდიდან გუნდში გადასვლა ბევრად მარტივი ყოფილა. სპორტშიც და პოლიტიკაშიც ბევრია ნამდვილად საერთო, გუნდურობა, აზარტი, ბრძოლის ჟინი და მიღწეული გამარჯვებებით არატკბობა და შეჩერება, არამედ ახალი გამარჯვებებისკენ სწრაფვა. დიდად არ გამჭირვებია ნამდვილად, ვინაიდან განწყობების ხასიათის მსოფლმხედველობის შესვლა მე არ დამჭირდა, უბრალოდ მიზანი გახდა სხვა, უფრო საპასუხისმგებლო და უფრო ძნელად განსახორციელებელი. ჩვენ 2012 წელს კი არ დავასრულეთ, არამედ დავიწყეთ რაღაც ახალი, პოზიტიური და გამარჯვებისთვის გამზადებული და ამ ყველაფერში თქვენი წვლილი ძალიან დიდია და მე ნამდვილად ამაყი ვარ და მიამაყება, რომ ჩვენ ეს ერთად შევძელით და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს ვახორციელებთ დღეს ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. გიორგი გუგუშვილი, ბატონო კახ, როგორ ფიქრობთ, 5-წლიანი ბავშვები სკოლაში უნდა შევიდნენ? ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მithმა-მოთქმა იყო, არის განსხვავებული შეხედულებები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვჟელობთ ამ კონკრეტულ თემაზე, ამ ინიციატივაზე, რომელიც იყო პარლამენტში წარმოდგენილი და უახლოეს მომავალში ჩვენი პოზიცია იქნება წარმოდგენილი, თუმცა რაც შეეხება 5 წლის ბავშვს სკოლაში შესვლას, მე ვფიქრობ ალბათ ეს ინდივიდუალურად მშობელმა უნდა განიხილოს და მშობელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ შეიყვანს თუ არა 5 წლის ბავშვს სკოლაში, იმიტომ შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც 5 წლის ბავშვი თავის ფიზიკური მონაცემებით იყოს დაჩაგრული, როდესაც შევა სკოლაში 6 წლის ბავშვთან. ამიტომ ეს ცოტა ინდივიდუალური და ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენი გუნდის პოზიციას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. შემდეგი კითხვა გიორგი კუზიბაბაშვილი. კახი გამარჯობა, როდის იგეგმება ძირეული რეფორმები ქვეყანაში? პოლიციას არ გავს ლარი კურსს რა ეშველება ლუქსემბურგმა, როგორ უნდა გვაჯობოს ევროპაში ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოა და 3700 ევრო პენსია, კი 150 ლარია. მადლობთ. რაც თქვენ ჩამოთვალეთ ბატონო გიორგი ამ ყველაფერს ერთობა და ერთმანეთის მხარში დგომა უნდა 24 საათიანი მუშაობა და საერთო შედეგზე ფიქრი. უნდა ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავზე ან ახლობლების კეთილდღეობაზე, უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე. ეს უნდა ვისწავლოთ. რატომ გვესმის ხშირად რომ ერთ წრეზე დავდივართ? იმიტომ რომ საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. წარსულისკენ ვიხედებით და ხელს არ უწყობთ ერთმანეთის წარმატებას. ლუქსემბურგს ეკონომიკურად და სოციალური ფონით რომ
შევედაროთ ამისთვის თითეული მოქალაქე თავის ადგილზე თავდაუზრდელად უნდა მუშაობდეთ და წვლილი შევიტანოთ საერთო საქვეყნო საქმეში. რაც შეეხება ლარის თემას, რომელიც ნამდვილად არის პრობლემა და გარკვეული პრობლემა შეუქმნა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო საგარეო ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ ვხედავთ თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში, რა მძიმე სიტუაციაა რეგიონში, რა მდგომარეობაა უკრაინაში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახა საქართველოსთვის. თუმცა არსებობს გარკვეული გეგმა თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ სამომავლოდ კიდევ არ დაგვიმძიმდეს პრობლემა არის ინვესტიციების შემოტანა საქართველოში და ამ მიმართულებით პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ეს არის ხარჯვით ნაწილში თანხების რაციონალური ხარჯვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან იმ კონკრეტულ სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება, რომელიც იქნა ჩამოთვლილი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თუნდაც ლარის კურსის გამყარებას და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც თითოეულ სამინისტროს აქვს წარმოდგენილი. შემდეგი შეკითხვა თათა აბაშიძე საღამომშვიდობის მაინტერესებს რატომ იყიდა ირაკლი ღარიბაშვილმა ავეჯი, როცა სწორედ რბილ ავეჯზე დააკონკრეტდა რომ არ იყიდა, როცა კამერების შემოჭერაზე საუბრობდა თან, ნაცები გულკიცემენ რომ მათ არასოდეს უყიდიათ რბილი ავეჯი. კალბატონო თათა, ეს შესყიდვა როგორც ცნობილია განხორციელდა მანამდე და მგონი უხერხულობას ქმნის ამის მტკიცების საჭიროება, რომ ეს სახელმწიფო კანცელარიაში დასადგამი ავეჯია, სადაც სხვადასხვა რანგის და ქვეყნის დელეგაციები რეგულარულად სტუმრობენ. კანცელარიის ფოტოებს ყველანი ნახავდით ალბათ, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ვინაიდან კედლების დავეჯიც იყო დაზიანებული, ცხადია მოხდა განახლება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ტიპიარის წარმოება ცოტა სასაცილოა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მიზან მიმართულად გაკეთებული და კონცენტრირებული, რომ თითქოს ჩვენ ვახორციელებთ თანხების ფლანგვას, როდესაც ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები, რომელიც დღეს არის და ვიცით ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მე ლარის კურსი მოქმედებაში, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები ძალიან მალე იქნეს გარეგულირებული. ლელა გიოსავა, ბატონო კახი, თვლით თუ არა, რომ ნაციონალური მოძრაობა კონსტრუქციული ოპოზიციაა. თქვენ თუ გახსოვთ, როცა თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ ოპოზიციაში, ბევრმა ჩვენთაგანმა ეს ფაქტი განიხილა როგორც ასებითად ახალი კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნის შანსი. მე არც ამ ეტაპზე შემიცვლია აზრი, მიმაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია ეს ძალა გახდეს ოპოზიციური და დაიკავოს ის სარიელი ნიშა, რაც უბრალოდ სხვა ოპოზიციურმა ძალებმა ვერ დაიკავეს და ნაციონალებს ერგოთ რიგითობის მიხედვით არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, თუმცა იმ არჩევნებზეც გარკვეული კითხვები არსებობს, მე 2012 წლის არჩევნების მოქმედებაში, მოსახლეობის მხრიდან გულმოწყალების, ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე მზადყოფნის მიუხედავად ნაციონალები თავის პოლიტიკურად მანკიერ ჩვევებს ვერ თმობენ და მუდმივ დესტრუქციულ რეჟიმში იმყოფებიან. არა ჯანსაღად ოპონირებენ ისინი ხელისუფლებასთან და საკუთარ მოსახლეობასთან და ძალიან მინდა ქვეყნის ხელისუფლებას ყოველთვის ყავდეს კონსტრუქციული საქმის კეთებაზე და მთავრობის მონიტორინგზე ორიენტირებული ოპოზიცია, ვინაიდან ეს საერთო საქმეს წაადგება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სწორად განვითარებაზე. მე მიყვარს მუხაწყაროს აქვს ასეთი კითხვა, ბატონო კახი, ბოლო პერიოდში ძალიან დაიძაბა კრიმინალური მდგომარეობა მუხაწყაროში, რაც მოსახლეობის მკვეთ რაშფოთებას იწვევს. მუხაწყარო არის სააგარაკო დასახლება თბილისთან ახლოს, მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა. თქოთ, გაითვალისწინოთ და იქნებ შესაბამის ორგანოების მხრიდან მოგვარდეს ეს პრობლემა. წინასწარ გიხდით მადლობას გულის მიერებისათვის. აუცილებლად გადავწემ და თქვენც აქტიურად უნდა იყოთ ჩართული ამ პროცესში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრს მუშაობს, ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, იყოს სიმშვიდე და ვფიქრობ, თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ჩემს კოლეგა მინის გადავწემ აუცილებლად და გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე
ეს პრობლემა იქნება დარეგულირებული და მოგვარებული. შემდეგი კითხვა. ირმა ადეიშვილი ბატონო კახა რა ძალებს ისურვებდი პოლიტიკაში ოცნების გვერდით. ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ყველა ძალა უნდა იყოს, ეს ხელოვნურად მართვადი ვერ იქნება, ეს დემოკრატიის პრინციპებში არ წერია. უბრალოდ პოლიტიკური განვითარება შედის იმ კომპლექსურ განვითარებაში და წინსვლაში, რასაც ჩვენ ვესწრაფდით, შესაბამისად მოვა დრო, როცა პოლიტიკური სპექტრი დაიწმინდება, აღარ იქნება ერთკაციანი პარტიები, იქნება ჯანსაღი კონკურენცია სხვადასხვა იდეოლოგიებს შორის და არაფრის მომტანი პოლიტიკურად გამარგინალებული ძალები უბრალოდ გაქრებიან. არსებობის უფლება ყველას აქვს, როცა შეუქმნის შესაბამის პირობებს. აი რა პირობებსაც შეუქმნით, ისეთ პოლიტიკურ ძალებსაც მივიღებთ. ამიტომ უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ უნდა იყოს ქვეყანა მუდმივი განახლების და ზრდის პროცესში. ეს არის ჩემი შეხედულება თქვენ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით. ევაზი თევდორაძე, მოგესალმებით, ქუთაისის პარტიული ორგანიზაცია დიდი ხანია კომაშია და რას ფიქრობთ? მაპატია რომ ერთ და იგივე შეკითხვით მეოთხეჯერ გაწუხებთ. მე პარტიასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრე და კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში გასვლას, ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და გვექნება კონფერენციები, გვექნება ასევე პარტიის თავმჯდომარეების დანიშვნა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა მივიღოთ, რაც აწუხებს პარტიის წევრებს, აქტივის წევრებს და შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით თქვენთან ერთად ყველა პრობლემა იქნეს მოგვარებული. ბაჩო ბასილია, თქვენი ყველა დაპირება შესრულდა ხონში სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის გაცემული. ბოლოს, როცა გაზი აანთეთ, თქვენ გთხოვეთ შიდა გზების მოასფალტება და კლუბის შენობის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით რამე ნაბიჯი ხომ არ გადადგმულა? დიდი მადლობა ყველა კარგ საქმეში თქვენ მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ჩვენს გაცემულ პირობებს, მე მინდა ყველას უთხრა, რომ ჩვენ თუ პირდებით მოსახლეობას და რასაც პირდებით, ის აუცილებლად გაკეთდება, აუცილებლად შესრულდება და ასევე მოხდა თქვენ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოგეცით დაპირება, რომ შევასრულებით ამ გაზიფიცირების სამუშაოებს და ახალ წლამდე დასრულებული იქნებოდა, ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ და ერთად ვიზეიმებთ ამ პროექტის დასრულება. რაც შეეხება გზების შეკეთებას და კლუბის შენობის რეაბილიტაციას, თქვენ იცით, რომ იმერეთს ყავს ახალი გუბერნატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე, თქვენ მას მიმართეთ წერილობით და ჩვენ ყველანაირად ხელშეუწყობთ, დავეხმარებით, რომ ეს პროექტებიც განხორციელდეს თქვენს მან ცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ. შემდეგი კითხვა სანდრო კუტალაძე, ჩამოვაყალიბეთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ერა, სადაც ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარები. ამჟამად ვქირავთ მოედანს, ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი ხარჯებით. რით შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ? ძალიან საინტერესო წამოწყებაა და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანაირად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ პატარებს, რომ მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის, თავიანთი ნიჭის გამოყენება, თუნდაც სპორტში, ფეხბურთში. ჩემი მხრიდან მე მაქსიმალურად ხელშეგიწყობ დაგეხმარებით, უბრალოდ თუ შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, სად ბრძანდებით, სად არის რომელ ქალაქში, რომელ რაიონში და რა არის ჩვენი მხრიდან საჭირო, რომ დაგეხმაროთ და შესაბამისად რაც შეგვიძლია მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით. რომ გადაუკეთეს გზა 20-30-ში თავდადებული და გონიერ პატრიოტებს გია კორკოტაშვილს და გია ფაცურიას. 20-30-ს რაც შეეხება, ეს არის პირადად ბატონ ბიზინა ივანიშვილის ორგანიზაცია და ვინაიდან ორგანიზაციის ლიდერს მე ძალიან ახლოს ვიცნობ, მაქვს ახლო ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს მის საქმიანობაში ვერეოდი ან ვიცოდე კონკრეტული პროექტის საკადრო პოლიტიკის შესახებ. ამიტომ მე გამიჭირდება ამ კითხვაზე გავცე შესაბამისი პასუხი. შემდეგი კითხვა მერი კამლაძე, მოგესალმებით, ერთი ემიგრანტი რატომ ხდება და რატომ ბედავენ სარეველა ნაციონალები უკანონო გამაღიზიანებელი განცხადებების გაკეთებას? მათმა ხომ უდიდესი როლი ითამაშეს იმ სისხლიანი რეჟიმის გატარებაში 9 წლის მანძილზე. რატომ არ მოითხოვთ პასუხს, ვინც უშუალოდ ასეთ ქმედებებთანაა კავშირში, არასრულწლოვანს როგორ უჩვენეს კადრები, იმ კადრების შექმნელები ხომ ისინი იყვნენ. და რატომ რჩება საზოგადოებაში განწყობა პირველი პირის პრეზიდენტის ოპოზიციონერობაზე? ის ძალიან ხშირად ოპოზიციის როლში გვევლინება.
ეს ნებით ხდება უნებლიეთ რა აზრის ბრძანდებით პრეზიდენტზე. ნაციონალებზე უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ, გადატონომერი, არ მგონია რომ ეს იყოს ყველაზე მწვავე და პრიორიტეტული თემა ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნაციონალური მოძრაობის მმართველობა არის წარსულში. როა ჩვენმა ქვეყანამ წარსულს ზურგი აქციოს და განვითარებაზე ვიფიქროთ. ეს მოცულობითია ეკონომიკა, პოლიტიკა, განათლება და ასე შემდეგ. ხომხედავთ ყველაზე ხშირი ნაციონალებზე მოდის კითხვები, რას უპირებთ ნაციონალურ მოძრაობას. იმაზე მეტი რა უნდა დაუპიროთ, რაც 2012-ში ხალხმა უკნა ან ბოლო თუნდაც ადგილობრივი არჩევნები. მოიცალა ქვეყნის მართვას და ისტორიას არც თუ სასიამოვნო კუთვნილებად აქცია მათი ხელისუფლებაში ყოფნის წლები. სხვა თემები და საკითხებია ქვეყანაში უფრო საინტერესო, საკამათო და პრიორიტეტული. განვიხილოთ ეს სხვა დანარჩენი, ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით. რაც შეეხება საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებას, მიმაჩნია, რომ მედიაში, მოსახლეობაში ზედმეტად აღიქვამენ ამას პრობლემის ჭრილში. რისი საბაბით სავარაუდოდ გახდა ალბათ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული სინანული პრეზიდენტის რომელიღაც გადაწყვეტილების გამო ხა ზუსტად არ მახსოვს, არადა რეალურად ჩვენ კონსტიტუციის გათვალისწინებით არსებული კანონმდებლობის საფუძველზე გვაქვს ამ ჩარჩოში საპრეზიდენტო ინსტიტუტი. სხვათა შორის, ბევრი ცვლილება ნაციონალების მიერ იქნა შეტანილი, ვინაიდან მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებდა პრემიერ-მინისტრობას და ეს პოსტი უკვე მათთვის ინტერესს არ წარმოადგენდა, მათ შეცვალეს კონსტიტუცია და მოარგეს კანონი, როგორც შეოდათ საკუთარ ინტერესებს. შედეგად მთავრობის მეთაური ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არის პრემიერ-მინისტრი. გონი არანაირ სენსაციას და მით უმეტეს დაპირისპირებას ობიექტური მიზეზი არ გააჩნია ნამდვილად. უბრალოდ ეს არის ის რეალობა პრეზიდენტის პოსტის მიმართ, რაც დრომ მოიტანა. უჩვეულოა სხვანაირ პრეზიდენტებს შეჩვეული ქვეყნისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულად გაფეთიშებული პრეზიდენტების დროც წარსულის კუთვნილება გახდა. პრეზიდენტს უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა, პატივი, პრეზიდენტმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყანა, პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ლიდერი და არა ერთადერთი. დღეს ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს და ამ მოცემულობას უნდა ვცეთ შესაბამისად პატივი. ზაურ ციხელაშვილი, ბატონო კახა, ჩვენი პროექტი ითვალისწინებს რეგიონალურად ქვეყანაში თითოეულ მუნიციპალიტეტში ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ჩამომსხმელ დამფასოებელი საწარმოების შექმნას და მზა პროდუქციის პარტნიორის ვალდებულებებით და დახმარებით მის რეალიზაციას. პროექტი ითვალისწინებს წყლის ინდუსტრიაში მოსახლეობის დიდი მასის დასაქმებას, ასევე მათ პროფესიულ სწავლებას და ასე შემდეგ, რაც მთავარია საპროექტო დათვლებით ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად შეივსება 3 მილიარდ ამერიკული დოლარით. ვთხოვთ თქვენს დახმარებას, რათა ერთობლივად შერჩეულ იქნას ორგანიზაცია ან კანდიდატურა აღნიშნული პროექტის გადაუდებლად განსახორციელებლად, ასევე ვთხოვთ თქვენთან ინვესტორის და ჩვენს ერთობლივი შეხვედრის დაგეგმვას უახლოეს პერიოდში. თქვენი თანხმობით საქართველოს საინჟინრო აკადემიის ჰიდროინჟინერიის განყოფილების აკადემიკოს მდივანი ზაურ ციხელაშვილი. ბატონო ზაურ, რაც შეეხება თქვენს პროექტს, ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, მე უბრალოდ ის გამიჭირდება ზეპირად საუბარი, რადგან ამ პროექტს არ ვიცნობ, თუმცა ხელისუფლება, მთავრობა, კერძოდ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს ახორციელებს. არის ასევე საინტერესო პროგრამები, მაგალითად აწარმოეს საქართველოში, რომელიც ვფიქრობ არის ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება ამ პროგრამის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროში და ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ ეს პროექტი იქნეს განხილული და შესაბამისად თუ იქნება საინტერესო, განხორციელდება. მაკაც კიფურიშვილი რას აპირებთ კოალიციის დაშლის შემთხვევაში? პირველი ისევ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. კოალიცია რომ ადრე თუ გვიან დაიშლება, ეს ყველამ ვიცით, ასე რომ ეს არ არის პოლიტიკური სენსაცია ან კატასტროფა, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე პროცესი. კოალიცია რის გამოც შეიქმნა, ყველამ ვიცით, ასე რომ მისია უკვე შესრულებულია. ნახოთ კოალიციის წევრები რას გადაწყვეტდნენ და მე ვიმსჯელოთ ან შევაფასოთ ამ შედეგიდან გამომდინარე. თუმცა ამ ეტაპზე კოალიციის დაშლას არანაირი საშიშროება არ ემუქრება.
შემდეგი კითხვა თამარ მეტრეველი, ორი კითხვა მაქვს, ვინაა თქვენთვის ავტორიტეტული ქართველი პოლიტიკოსი, ვინაა თქვენთვის ავტორიტეტული საერთაშორისო პოლიტიკოსი. როცა პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, გარდა იმისა, ვისი და რისი თვითმხილველის ვიყავი, ეცნობოდი ბოლო წლების ქართული პოლიტიკის პროცესებს, ბევრი ადამიანი, პროცესი და პოლიტიკური მოვლენა ხელახლა შევისწავლე, სხვა თვალით შევხედე ამ ყველაფერს. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში კლასიკური გაგებით პოლიტიკოს ერთს ვიტყვი წარსულიდან, რომ რაიმე სახის უხერხულობა არ შეიქმნას ამჟამინდელი კოლეგების ან პარტნიორების მიმართ, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი იყო ზურაბ ჟვანიარი და მისი გარდაცვალება თანამედროვე ევროპული ქართული პოლიტიკური სტილისთვის დიდი დანაკლისი და შემოფერხებელი ფაქტორი გახდა. რაც შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის ჩემთვის საინტერესო პოლიტიკოს, მოგეხსენებათ, ბევრს პირადად ვიცნობ, მაგრამ მოვლენად უდიდეს ღირსშესანიშნაობა თანამედროვე პოლიტიკაში ადამიანად, რომელმაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში დიდი კვალი დატოვა, ასეთად დავასახელებდი ჰენრი კისინჯერს. შემდეგი კითხვა ქეთი აგიაშვილი, მოგესალმებით ბატონო კახი, როგორ ფიქრობთ, რა ელის კონკრეტულად პარტია ქართულ ოცნებას და ფიქრობთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში. რაც შეეხება ბატონ ბიძინას წასვლა პოლიტიკიდან, მიმაჩნია, რომ მოხდა ადრე. ჩვენ მოსახლეობა კოალიცია არ ვიყავით მზად, ემოციურად ამ ახალი ეტაპისთვის, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შესაბამისად, რამდენადაც სტრესული იყო მისი წასვლა პოლიტიკური პროცესებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ჩართულობა რაიმე ფორმით პოლიტიკაში სერიოზულად დადებითი იმპულსი იქნება, რომელიც დიდ ბიძს მიცემს ზოგადად პოლიტიკური პროცესების განახლებას. ნანა მთვარელაშვილი, გამარჯობათ, თვლით თუ არა თქვენ, რომ კერძო კომპანია თელას დაევალოს, რომ კონდეს სათადარიგო კაბელები დასახლებულ უბნებში, რათა დაზიანების დროს გადაერთოს იმ კაბელზე, შეაკეთოს დაზიანებული და მერე ისევ გადაერთოს. რამდენჯერ შეიძლება შეკეთდეს კაბელი ის ხომ მალე გამოვა უფრო მსხვერპლად იზრუნოთ არა მარტო ბიუჯეტზე, არამედ ხალხის ნერვებზეც. თელასი უბნებში აკეთებს სერიოზულ რებრენდინგს, რაც ამ კომპანიის ფლობის პირობებში არასდროს განხორციელებულა. განგიმარტავთ, თელასი ადრე არემონტებდა დაზიანებებს, ავარიის შემდგომ რეაბილიტაცია, რემონტი და განახლება, ახალი აპარატურის ყიდვა, კაბელების ზეთის გადამყვანების ეს ყველაფერი ისე მასშტაბურად კეთდება პირველად ამ 2 წლის განმავლობაში, ამის გამო არის პერმანენტული განცხადებები ლოკალური გამორთვების შესახებ, რაც მთლიანობაში მთელი მოსახლეობის მომსახურების ხარისხზე აისახება და ჩვენ მოთხოვნა გვაქვს სამინისტროს, როდესაც ეს სამუშაოები ხორციელდება, როდესაც არის მიზანმიმართული გამორთვები, მათ აუცილებლად უნდა განახორციელონ მოსახლეობის გაფრთხილება და საქმის კურსში უნდა ჩააყენონ მოსახლეობა და ეს ასე კეთდება სხვადასხვა სააგენტოების და პრესის მეშვეობით. ლაშა ხუჭვა აქტივისტებს როდის შეხვდებით ბატონო კახი, აქტივის ყველა წევრის გასაუბრება კარგი იქნება, რადგან გაიგებთ სიმართლეს. შტაბიდან თქვენ გაიგებთ მათთვის ხელსაყრელ სიმართლეს შტაბს გარეთ, ვინც მუშაობდა, მათ იციან ხალხის სათქივარი და იციან სიმართლე იმის შესახებად თუ რა ხდება და რა ხდებოდა შტაბებში საშინო მდგომარეობაში მიჩაგდებს ისედაც გულწასულ საზოგადოებას. აქტივისტებთან შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წერტილი იმედის და კიდევ ერთი მხარის საბმა ერთად დგომის და თანამშრომლობის. რაც შეეხება აქტივთან შეხვედრას, ეს აუცილებლად მოხდება და აუცილებლად ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს. ზოგადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ქვეყანაში არის მძიმე სოციალური ფონი, ძალიან უჭირს მოსახლეობას. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმით, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ ამდენად მძიმეა სოციალური ფონი ქვეყანაში, მაგრამ აი გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება, ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, იგივე ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, უამრავი პროექტი ხორციელდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. თუმცა შეხვედრები პერმანენტულად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ვაკეთებდით, ეხლაც გავაკეთებთ და მომავალშიც ეს ასე გაგრძელდება აუცილებლად. შემდეგი კითხვა ილია ბაჩამუნჯიშვილი, რას ნიშნავდა ქალბატონ მანანა კობახიძის განცხადება, რომ არსებული ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ყველაზე ძალიან ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობს.
ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობს სვადამდელი არჩევნები, ვინაიდან ისინი თვლიან ხალხის პოლიტიკურ მეხსიერებაზე დრო მოქმედებს, მათ უთიფრად აქვთ იმის ამბიცია და იმედი, რომ ხალხს განწყობა შეესვალა, ან ყველას დაავიწყდა ყველაფერი ის, რასაც ისინი ჩადიოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამიტომ ჩვენ ყველამ საქმით ერთობით უნდა დავანახოთ მათ სად იმყოფება ქვეყანა და სად დარჩნენ ისინი. რაც შეეხება კონკრეტული პირების დასაქმების ან პასუხისმგებლობის საკითხს, ადრე მოგმართეთ, ჩვენ ვერ დავემსგავსებით მათ. დამნაშავის დასაჯელად ან პასუხის მოსათხოვნად არსებობს კანონი და არა ანგარიშსწორება და სიზულვილი. უკანონოდ ამ ქვეყანაში არასდროს არავის არ მოიქცევიან. არასდროს არც ერთი ხელისუფლება არ დაემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას. ამის ილუზია არ უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარებას და წინსვლაც ილუზიად გვექცევა. ალექსანდრა ბატონო კახა დიდი მოწიწებით ერთი რამ მინდა შენიშვნის სახით გაგიმხილო. წერს რატომ ატარებთ ძალიან დიდ ასაკს გაძლევთ და პირიქით არ ჯობია რომ გამოიყურებოდეთ ისევ ბოდიშის მოხდეთ. არ ვიცი რა პასუხი გავცე, ალბათ მალე მოვიპარსო აღარ მიხდებოდზე. შემდეგი კითხვა ვახტანგ დარასელია ბატონო კახი ეს კითხვა ალბათ უფრო მერიას ეკუთვნის, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენი ძალისხმევითაც მოხერხდება. აპირებ თუ არა დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობას და თუნდაც ახლების გაკეთებას. საბურთალოზე გვაქვს ერთადერთი წითელი ბაღი და მთელი საბურთალოების სახელით გთხოვთ კეთილ მოაწყოთ, რათა შევძლოთ ბავშვებთან ერთად ნორმალურად დასვენება ამჟამად გთხოვთ. მიბრძანდეთ და თავად ნახოთ თუ რა დღეშია იქ გაურობა. სრულიად გეთანხმებით, მერის შესაბამის მასამსახურებმა უკაცრეს კონტროლზე უნდა აიყვანონ თითოეული მწვანე ნარგავი ქალაქში, მით უმეტეს თბილისის ცენტრში, სადაც ბავშვების თამაშის და დასვენებისთვის სივრცეები კატასტროფულად მცირეა. მე აუცილებლად მივაწვდი ჩემის მხრიდან კონკრეტულად წითელ ბაღზე მერიას ინფორმაციას, მაგრამ თქვენს მოსახლეობამ ამ ქალაქის პატრონებმა გამოიჩინეთ მაქსიმალური აქტივობა, მობილიზაცია, სადაც დარღვევა ან გადაცნობა მიაწვნეთ ხელისუფლებას ხმა, მოთხოვეთ ხელისუფლებას და მონიტორინგის რეჟიმში გყავდეთ თითეული ჩვენგანი. ეს არ იყო საარჩევნო ფურცლზე დაწერილი მოწოდება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის არსი. მიიღეთ ამაში აქტიური მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც, მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი გახლავთ ლაშა ხარაშვილი, ბატონო კახი, ვიყავი და ვარ ქართული ოცნების მხარდაჭერი, ქართული ოცნების ოფისში დავამუშავე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია, ვიყავი ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი, სურს თქვენთან პირადად შეხვედრა, როდის შეგიძლიათ მიმიღოთ 5-10 წუთი თქვენი სასურველ დროს პატივისცემით, იაშა ხარაშვილი. შეხვედრა პრობლემა არ არის, შეგიძლია მოგწეროთ და შესაბამისად დაითქმება თარიღი, როდის იქნება ჩვენი შეხვედრა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ყველა კითხვა რაც იყო მოწოდებული, მაქსიმალურად იქნა პასუხი გაცემული ყველა თქვენს კითხვაზე. მე ვფიქრობ, ეს ფორმატი, რომელიც არის ჩემს და თქვენ შორის დიალოგი, ურთიერთობა არის ძალიან საინტერესო. მივკვირდებით, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთობას. ეხლა კი გემშვიდობებით, მინდა თითოეულ თქვენთანაც უსურვო წარმატება, ბედნიერება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად მთავრობა, ხელისუფლება, მოსახლეობა გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და თქვენი ჩართულობა, თქვენი მონაწილეობა ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.